მუსიკისა და დრამის თეატრში მორიგი პრემიერა გაიმართა კოტე ფურცელაძემ მაყურებელს ოსკარ ვაილდის სალომეა შესთავაზა. სპექტაკლი პლასტიკაშია გადაწყვეტილი, თუმცა მასში დრამატული მსახიობები თამაშობენ. სალომეს მშვენიერი ანკა ალექსიშვილი ასრულებს. მისი ნახვა კი დამიჯერეთ, გაოცებისა და აღტაცების გარეშე არ დაგტოვებთ. ანკასთვის ეს სადებიუტო სპექტაკლი, ამიტომ ვუსურვებთ წარმატებებს და წინსვლას. მე ამოცანა მქონდა, რომ მეკოცნა იოქანიანისთვის და ის ხო წმინდანია და ის მემთვლი და ცოდვილს. ანუ მე ცოდვილი შვილი ვარ, დედაჩემის შვილი და არ გამეკარა. და ჩემი ამოცანა უკვე ის იყო, რომ მე მომეკვეთა მისთვის თავი და მეკოცნა და ყველანაირი ხერხი ვიხმარე ამისთვის. რომ მეფე რომ თხოვა იცეკვეთ ჩემთვის, რომ ამ ცეკვას ცეკვავს სალომე 10 წელიწადში ერთხელ. და მისი გულისთვის, იმის გულისთვის, რომ თავის გაეკეთებინა, ანუ ეკოცნა იოქანიანისთვის, ყველაფერი გააკეთა. ის გააკეთა, რაც არასოდეს არ გაუკეთებია, თუნდაც გაიხადა, თუნდაც აკოცა ვიღაცას პირველად. თავისი ძმის გარდაცვალების შემდეგ დაждდა ტახტზე და თავისი ძმის ცოლი მოიყვანა თვითონ და გაძლიერდა და საშინელი ამპარტავანი გახდა. შეყვარდა თავისი ცოლის შვილი, ანუ თავისი ძმის შვილი. პატარა გოგო. რომელმაც ეს მთელი სიმდიდრე, მთელი ძალაუფლება, მთელი მისი იმპერია, ასე ვთქვათ, სულ ამოატრიალა. იმიტომ რომ შეპირდა ეს წმინდანის თავს. მე მგონი ძალიან ესთეტიურად არის გადაწყვეტილი, ყოველ შემთხვევაში ვეცადეთ რომ ესე ყოფილიყო და მე მგონი ძალიან ლამაზია.
vous d'être